672 ხარკოვში ვართ რა. 31 მოწინააღმდეგე არის დაახლოებით 2-8-ში. კონკრეტული კუთხე 32 ოპერაცია მიმდინარეობს. საცეცხლო მხარდაჭერას ვაძლევთ ჯგუფს, რომელიც მიმართულებაზე წინ მიიწევს. ხო და ლოჯისტიკურ გზას ვესვრით, საიდანაც მოწინააღმდეგემ დახმარება არ უნდა მიიღოს. დამხმარე ჯგუფი მოძრაობას იწყებს ახლა და მოწინააღმდეგეს. ნუ რამოდენიმე გასროლა გავაკეთეთ უკვე. მიზანი მისწორებულია. ხო და რა მინდოდა მე თქვა იცით? დღევანდელ დღეს ჩვენთვის, ქართველებისთვის და ჩვენი დანაყოფისთვის შერეული დანაყოფი ვართ, ხო? სოლიდარობა. ბევრ ვიდეოებს არ ვწერთ ხოლმე, ბევრს არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ძალიან ვისვრით. გესმით ხო? ოკეი. საქართველოსთვის. საქართველოსთვის. და ჩვენი ბიჭებისთვის რა. ვინც აგვისტოში გმირულად დაეცნენ. ყველას არ აქვს ახლა ეს პრივილეგია მესმის ნამდვილი ქართველი მეომრების, რომ ამდენ წელს განმავლობაში რუსებს ვერ მოვთხოვეთ. ხო და რა ვიცი, ამ მცირედით მაინც რაღაცა შრობით, რომ არა ვართ ისეთი მიფარჩაკებულები ქართველები, რომ ვიღაცა ეს ღორიშვილები არ გავაგოროთ. 2 დღეა უკვე უბრახუნებთ იქით და ერთ კონკრეტულ ნიუანს გეტყვით, ერთი ძალიან მიამაყებდა დღეს ამ ბიჭების გვერდით ყოფნა, რომ მოწინააღმდეგე არის 2-8-ში სადღაც, ხო და ჩვენ იქით ვესვრით, ანუ საზღვრისიქით. ფაქტობრივად რუსეთს ბომბავთ რა. რაღაცა საკრალური არის ჩვენთვის ეს და ამით იმის თქმა გვინდა, რომ საქართველოს წინააღმდეგობა გრძელდება, ერთთან ბრძოლა გრძელდება, რაღაცა ალბათ მცირედით, მაგრამ სადაც შეგვიძლია იქ ვიბრძვით. ქართულ პატრიოტებს კიდე საქართველოში უბრალოდ ხონა გვექნება, რომ მაქსიმალურად თქვენ სახელმწიფოებრობას გაუფრთხილდეთ. ის რაც დღეს იქ ხდება არის ყოველად სამარცხვინო და დაუშვებელი ქართული სახელმწიფოსთვის. ამ ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომით უკვე ერის, სადაც ხელისუფლება უკვე არაფერ შუაში აღარ არის. მიდი გიო. შინდის მირები. ხო, ყველაზე მაგარი რაც არის, ჩვენ ანწუხელიძის სამშობლოდან ვართ მე და გიორგი. აი, კავშირზე თვითონ ამ საარტილერიო ბატარეის, ასე ვთქვათ, ბატარეას ვერ ვთქვი, ჯგუფის ხელმძღვანელი ოჩამჩირელია. აი, ჩვენი ძმა ლიახუს ხეობიდან არის. ხო და მიზეზი გვაქვს აქ რო ვიყოთ რა. უგულეთ გაუფრთხილეთ თქვენ საქართველოს, ჩვენ საქართველოს, თქვენს წილს გაუფრთხილეთ ყველა. ჩვენ წილს გაუფრთხილებთ. არ არის აუცილებელი ახლა ყველა აქ უკრაინის ფრონტზე იბრძოდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ მან ადგილზე რას აკეთებთ. თუნდაც სიტყვით და თუნდაც ქმედებით, რომ სახელმწიფოება შეინარჩუნოთ. გაუმარჯოს საქართველო.